თავი მესამე. ამას უკვე მეორე წერილს გწერთ საყვარელნო და ორთავეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს სწრფელ აზრს, რათა გახსოვდეთ წმინდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრევე თქმული სიტყვები და ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მცნებანი გადმოცემული თქვენი მოციქულების მიერ. უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით და მცინავნი, რომელნიც საკუთარი გულის თქმისამებრი ქცევიან. ამბობენ, სად არის მისი მოსვლის აღთქმაო, რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება დასაბამიდან მოყოლებული, რადგან მათგან, რაგი ასე სურთ, დაფარული რჩება, რომ თავდაპირველად ცა და მიწა დაარსდა ღვთის სიტყვით წყლისაგან და წყლით, და რომ მაშინდელი წუთი სოფელი წარღვნის წყლით მოისპო, ხოლო ახლანდელი ცა და მიწა, რომლებიც იმავე სიტყვით ინახება, გამზადებულია საცეცხლოდ უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის. ეს ერთი არ უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისათვის ერთი დღე არის, როგორც 1000 წელი, ხოლო 1000 წელი, როგორც ერთი დღე. არ აყოვნებს უფალი აღთქმს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდანი და არ სურს რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად. ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირები დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება. თუ კი ყველაფერი ასე დაინგრევა, როგორ უნდა იყოთ წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაუბაში? რა კი ელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვევიან და დადნებიან, ხოლო ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე. ამიტომ, საყვარელნო, რა კი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარს დგეთ მშვიდობით მის წინაშე და ჩვენი უფლის სულგრძელობა მიიჩნიეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით, როგორც ლაპარაკობს იგი ამის შესახებ ყველა წერილშიც, რომლებშიც ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ საკუთარი თავის დასაღუპად. თქვენ კი, საყვარელნო, რა კი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აღკვეთ ურჯლოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე, არამედ აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და შემეცნებით. მისია დიდება აც და საუკუნო დღის მიმართ. ამინ.